მოგესალმებით შემოკარგებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემეული შაქარლამის რეცეპტი, რომელიც ძალიან ბევრს უყვარს, ზუსტად ვიცი და ძალიან ბევრს აინტერესებს კიდევაც. ეხლა მე თქვენ აგიხსნით, რომ რა და როგორ მოვამზადე. ამ ჯამში ერთად მოვათავსე ერთი კვერცხი, 250 გრამი კარაქი, გნებავთ მარგარინი გამოიყენეთ, გნებავთ კარაქი, 100 გრამი ზეთი, ერთი ჭიქით შაქარი, დაახლოებით 250 გრამი, ერთი ვანილი და მწიკვი მარილი. ფქვილი იმდენი, ეს ყველაფერი არაფერს არ უნდა წინასწარ გათქვეფა, იმდენი ფქვილი, რომ დაახლოებით 400 გრამამდე ჭირდება, დაახლოებით ასეთი ცომი მიიღოთ. ეს ხელით კარგად უნდა ვზილოთ, წინასწარ არაფერი არ უნდა გათქვიფოთ და ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე შეკითხვა, რომ სოდა არ უნდა, ძმარი არ უნდა, ან გამაფხვიერებელი არ უნდა. არც ერთი ამ ნამცხვარს არ უნდა. რა თქმა უნდა, რომ გამოვაცხობ, აუცილებლად დაჭრილს გაზიარებული მაქვს, მაგრამ ისევ გაგიზიარებთ, აი ახლა რასაც მე თქვენ გაჩვენებთ. ეხლა მე გაჩვენებთ დაახლოებით რანაირი ცომია, აი ეს ხო აგიხსენით მასალა, აი ასე და რანაირად ვაკეთებ მე ამას. ამდაგვარი ცომი, ამას უკვე მოზელილია დაახლოებით, აი ასეთ, ცოტა ფქვილი ბევრი არ გვინდა მაინც და მაინც, ასეთ ვაგრძელებთ, აი ასე, უნდა იყოს აუცილებლად სიმაღლე. ამ ნამცხვრის თავარი არის ამ ნამცხვრისთვის, რომ იყოს სიმაღლე. არც სოდა, არც ძმარი და არც გამაფხვიერებელი. მე ჩემს რეცეპტებში ეს მიწერია კიდევაც, მაგრამ ახლაც აი დაახლოებით ამ სისქე ცომი გვჭირდება, დაახლოებით. ესე ხელით კარგად ცოტა შეიძლება კიდევაც გააჩნია, ხა თუ დიდ ნაჭრებად გნებავთ, მაშინ ახლა დავჭრი და დაგანახებთ რანაირად უნდა დაიჭრას. საწყობ ტაფას, ეს იმდენად ფქვიერი ცომია, რომ არ უნდა ძალიან ბევრი რამის მოყრა და მიყრა. შემდეგ ეხლა გნებავთ, აი ასე დაჭრით, ესე მომწონს, ცოტა უფრო მეტად დავჭრათ. გნებავთ 4 კუთხედებად დაჭრით. ასე. გნებავთ რაიმე ფორმით ამოჭრით ჭიქით, ძალიან ფხვიერი გნებავთ, ასე სამკუთხედებად, მაგრამ მე ახლა ასე უფრო მომინდა რაღაცნაირად ამ სტილით და ვაწყობთ გახურებულ ღუმელში, წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსს, ჩემსას არ აქვს, მაგრამ გრადუსების მაჩვენებელი, მაგრამ დაახლოებით 200 გრადუსი უნდა იყოს, დაახლოებით და თუ შეატყვეთ, რომ ცომი დაბრაწვისკენ ძალიან არ უნდა დაბრაწვა,
წავიდა, აუცილებლად დაუწიეთ ტემპერატურას, მთავარია გამოშრეს. სულ ეს არის აუცილებლად გაგიზიარებთ მე თქვენ ამას გამომცხრებს. ეხლა კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე ყველას წარმატებებს გისურვებთ.